დილამ შვიდობის. აი, გუში რო გითხარით თოვლი მოყვება მამიც მეთქი. ნახეთ რა ხდება აქ. ხო ჩანს. შივა. როგორ ხართ გილოცავთ თოვლს. თოვლჭყაპია არბებს, მაგრამ მაინც ლამაზია. ჰაერს გაგვიწმენდავს. ის მე მგონი რომ მზიარი ესე მithკრეს და ჩვენთან ხო ნახეთ როგორი ამინდია. ცოტა გადაიღო ის თორმა დილით ძალიან ლამაზად თო 11 საკლია 20 წუთი ყავადავლით. ეს რა არის? ეს არის სუნა. ეს არის სუნამო. რა ქვია დედა სუნამოს? კრემა. აი. ნახეთ, ეს აყოლილი ბოთლი აქ. ჩემი ახალგაზრდობის დუხია. სათაყვანო. აი ადამიანებს ზოგჯერ რაღაცაში ემეტებათ ფული, რაღაცაში არ ემეტებათ, ხო იგივეა. და სუნამოში ხო ყოველთვის გემეტებოდა. ხო. ბოლო კაპიტანი შემეძლო გამეღო. ბოლო კაპიტანი. ხო მithქვია თქვენ. შემეძლო გამეღო. არა ხან მქონდა ის ბოლო კაპიტანი და ხან არა. სტიპენდია რო აიღე, ხო გახსოვს? სტიპენდიითაც სუნამოები იყიდე, თუ ერთი იყიდე, თუ როგორღაც მახსოვს, აი მოყოლილი. შევწვდი ერთი მით ვერ შევწვდი. მე რაღაცა ძალიან ლამაზია თა. მაგრამ მეც ეგრე ვარ. სუნამოში ფული არ მივიღება. მე მეტება. ერთი იყოს და კარგი. აი უბრალო ძალიან უბრალო სუნები რო არის ხოლმე მაგას ეგ არ მიყვარს. ლარიანი და ორლარიანი სუნამოების სუნი. ეხლა ავადუღოთ ნალექია. ნალექო მამაჩს. ჩვენ ნალექია. თითქოს ცოტა შემცირდა მამა. ჟოზე აღარ არის? იქნება. მე ჟოზე გუყვარდა ხოლმე ძალიან. აი ჩემი გასათხოვრობის პერიოდში მახსოვს, უკვე პატარებშიც გამოვიდა და პატარებს ვყიდულობდით ხოლმე, ხო გახსოვს დედა? თავიდან ჯერ დიდებს მამაჩემს მოქონდა ხოლმე რა რუსეთიდან დედა ჩემისთვის. დიდი აი ესეთი, ამაზე დიდი იყო კიდე. შეფუთვა, ეს რამდენი მილიგრამიანია? 14 და ის იყო ხოლმე მე მგონი 50, ალბათ 50. ხო და მე უკვე პატარებშიც შემოვიდა ესეთი პატარა იმაში ბოთლებში და იმას ვყიდულებდი ხოლმე. ყოველდღე არ მაქვს სურვილი რომ სუნამო დავისხა. მაგრამ არის ხოლმე რაღაცა ისეთი დღეები ახლა 8 და თოვლი რო წამოვიდა თითქოს მომინდა. ჯერ გვაქვს. ისე მიყვარს დილით ნამცხრებით როგორ იწყებენ და მეც ვიწყებდი ხოლმე. რაც მიყვარს. ეხლა აღარ შემიძლია, მაგრამ ჩვეულებრივად შემეძლო დილით კრემიანი ნამცხვარი მიჭამა ადრე, რო გავუუწევდი. ეხლა ვერა. შემიძლია. აღარის ფერჭიქები
ის კი არა 11-მდე ყავაც არ მინდა ყავასაც ვიღებ 11-სანამ არ გახდება. ერთ ჭამას ისე გადავეშვიე და არ ვიცი, ადრე მართლა ნამსხვრები ჩემეძო, კრემიანი ნამსხვრები მიჭამა. ბილი ადრე. აი მიყიდვი ახლა და მიჭამდა. ეხლა ვაფლიც რო არ მინდა და რამე ტკბილი მინდა. მურაბა ხოჯობია მურაბა. მერე აი რამე აი ბალი იქაში გადმოვიდეო დედაჩი. ბალი გინდა დედა? ორი ცალი? ორი ცალი რა, ორი ბალი. ამ თებში ხო? ორნი წავიდნენ სკოლაში დღეს. მათი და ერთი ბავშვი არ ვიცი, რა ცივდა სკოლაში აღარ გადიან მე მგონი ბავშვი. ან გაცივდნენ. ორი რა არის ერთ კოსა მოგიგე ბლის მურაბას. არა მე ყოფავიც. იმდენი არის. და ერთი საზამთრო. აი ხა ჩვენთან საერთოდ არ ცივდით. მილა, მაგრამ მაინც როგორი ოსტქელი დგება. იმ დღეს თხელი ნაჭრები რომლებიც არის არ მომეწონა. საზამთრო. და მერე სქელი შევჭამე, ისეთი გემრიელად შევჭამე, ცოტა სქელი ნაჭერი და ეხლა ეგეთი ვიპოვოთ. ეს კარგია. უცებ მოვაგაზა ხურიცა და მე გავაკეთებ ისე მურაბებსა. ყველაფერი გავაკეთოთ. ცოტა გავაკეთოთ და ყველაფერი. ემზამთას გადავაგურე. ყველანაირი. იმდენი არის და შიგნითაც არის პადვალში. რო გვეყოს. ამ ზამთარს გვეყოფა. არის ვნახე მე. ლეღვია მე მგონი 1-2 ბაკა. მე მიყვარს ლეღვი. რატო არ მიყვარს ლეღვი დედა? მეტი არაფერი არ არის? ბალი არ არის, ხო? თუ მოგვინდება ვიყიდით, კართულში იყიდება შიგნით თხილიანი ბალი. თხილებიც კი აქვს. მურაბები. რა, ალუბლის მურაბა არ იყიდება. ალუბლისა არ ვიცი რა. აი ბალი ვიცი რომ იყიდება. მალინაც იყიდება ვიცი. მალინა. იქნება ყველაფერი. გვირილაშიც იყო ხოლმე მალინის მურაბა შემოჰქონდათ. კიდე რისი იყო? ისი კიდე ვქონდა რაღაც მარწო. ყველაფერი ფული. თავარი ფულია რო გქონდეს თორე. 2 გრამიანი ბანკა ეგ. ყველაფერს იკითი. 10 ლარი. არა, მაგდენი არ არის. 6 ლარი ის მე მგონი. 6 ლარი, 5 ლარი აი ეგრების 200 გრამიანები. ლარი მართლა არ არის. ეხლა ბლისა ალბათ ეღირება 10 ლარი.
თხილებით მე ადრე მაჩუქეს და იქიდან ვიცი რომ იყიდება კარფურში, კარფურისა იყო. შაქარი არ გვინდა ხო? ეს გვაქვს გადაგჭრილი. თხილები არაგია? კი, თხილები არის შიგნით. თეთრ ბარში. ნიგვზით ხო ვაკეთებთ ხოლმე, ჩვენც ვაკეთებთ. და მე თხილიანი მაჩუქეს. გვირილაში არის ყოველდღიურია. გვირილაში დედა იყო მალინა და მარწყვი. ეხლა ბალი და ესეთი მურაბი საზამთრო კაკალი, ესეთი მურაბები უფრო შეიძლება კარფურში იყოს, აი დიდი კარფურები სადაც არის. იქ შეიძლება იყოს. გვირილაში არის. გვირილაში იყო ეგაციებისთვის ოყიდულობენ, ეხლა მალინას ოყიდულობენ და ეგეთი. აი ცოტა დაელოდე დედა. არ არის მზეთა. არა, იმაში ვადუგებ. რა ქვია? მე მგონა უკვე არა. ჯერ არა. ცოტა საუწევს. აი რატო არ უნდა დაგენანოს ფული ზუნამოში. სულ სხვანაირ განწყობას გიქმნის. რაღაცნაირად სხვა ხასიათზე, კარგ ხასიათზე გაყენებს. კარგ ხასიათზე გაყენებს. არ გაწუხებს. როცა კარგია. თორე ზოგმა შეიძლება ცუდად გამხატოს. ბევრს გავხდივარ ცუდად, აი სხვასაც რო ასხია. თორე მე რაც ცუდად გამხდის ახლა იმას არ დავისხავ, მაგრამ წავიღე. შევინახო და მოვა და მანამდე ყავაც ადუღდები. არა მინდა ხოლმე რომ გაივსოს, თითქოს ცოტა ჩავასხი, მაგრამ გაივსო, ალბათ ყავაც იმაშვება, აბერდებს, ხო დედა? ამიტომ ყოველთვის უნდა დააწყო. წყალი ხო? ხო. არა მაგას გეუბნები, ვაკლებ მეთქი. მეგორი კაფიანი გამოვიდა. ყავას რო 3-4 გემოაქვს. წარեց არის რაღაცა საბამს კიდევაც არის და სასიამოვნო გემოც აქვს. კარგი მესიჯია უნდა და მე. აი ნახეთ. მეგორი ლამაზი ფერი აქვს. ამ ყავას აქვს ნაღდი გემო. ძალაც აქვს. როგორც ნალიქიანი. ისეთი ძალა აქვს დედა. ეგრომელია, მურმანი ვიყიდა. ეგ ნალიქიანია. ნალიქო. იმიტომ რომ ვანილის გემოც აქვს.
Დაძლიერი გემო აქვს და იმიტომ აქვს 3-4-ნაირი გემო რაღაცნაირი. ნალექიანი ყავებიც იყიდება შოკოლადის გემოთი. განადეიდას ხო ჩამოქონდა ხოლმე, ხო გახსოვს? გებრიელია ეს მურაბა დედა, მაგრამ თითქოს მოხარშვა აკლია. ხო? რომელსა? საზამთროსი. ჩვენი რომ შევდება, მე როგორ წავიმიტომ რომ ძალიან შევწეში უკვე. ვალი კარგია. ხონდა დაფაროს არა ისინი. საზამთროში. ხო. ჩვენ. ხო, მაგრამ თუ მოსახარში იქნება. იცი რა მომინდა ხა მიწის თხილი მომინდა და კაკალი ვაძლევს ალერგიას. კაკალიც ვიყვარს, მაგრამ მაყრის მერე და მიწის თხილი საერთოდ არ მაძლევს ალერგიას. რამდენიც არ უნდა ვჭამოდეთ. უნდა ვიყიდო გორში რო წავალ. შეულებრივი თხილი. არც ჩვეულებრივი თხილი არ მაძლევს. ხო არ იყიდე. კაკალი. მიწის თხილი. მიწის თხილი არ ვიცი არ შემიჩნევია რომ გამომაყაროს მიწის თხილს. ჩვეულებრივი თხილი? არ ჩვეულებრივი თხილი. კაკალი. კაკალი ცხიმიანია და ზაანა და ძალიან ფიცხია. ნუწუჩი ყელიც კი აქ ტკივდება ხომი ადამიანი. არა დედა, არ შეგიმჩნევია. მე თუ მინდა რომ კაკალი შევჭამო და ვიტამინები მივიღო კაკლისგან, უნდა დავალბო. ისე მწყენს. ჩალბობილი უკვე კარგავს იმ სიფიცხეს. გადაიღო დედა, აბა გაიხედე. რატო? თუთოს. ზანგემლელა დავიღა. მაგრამ ჭყაპია, ხო? თოვლ ჭყაპი. წავედი ხარ, წარმატებული დღე ყველას. როგორ გუყარს შენი მშვიდი გარემო და მშვიდი ვიდეოები, უღრმესი მადლობა, მეც მიყვარხართ და დროებით გემშვიდობებით.